მოგესალმებით, ჩვენი გადაცემა წამო სანახავად არის ეთერში და მე ვფიქრობ დღევანდელ სტუმართან ერთად უფრო ლიტერატურული მოგზაურობა გამოგვივა, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად არის შორენა შავერდაშვილი. ამ შემთხვევაში ვთქვათ როგორც გამომცემელი, ხო? არა მხოლოდ ჟურნალისტი და სხვადასხვა რეგალიები, არამედ გამომცემლობაზე გავაკეთოთ. აქცენტი და შორენასთან ერთად ვფიქრობ, ბევრი საინტერესო ხაზი შეგვიძლია გავხსნათ სამოგზაურო, თუმცა მე მგონია რომ ჯერ წიგნის ფესტივალებით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ საკმაოდ ხშირად ხართ სტუმრად სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ფესტივალზე. და აი ესე შორიდან რომ გავასწოროთ ფოკუსი. ეს ფესტივალები თუ საუბრობენ თავიანთ ქვეყანაზე, მაგალითად ლონდონის წიგნის ბაზრობა, პარიზის, ფრანკფურტის, ეს დიდი სახელები, არის გამორჩეული თავიანთი ქვეყნის და სპეციფიკის მიხედვით? ქვეყნის და სპეციფიკის მიხედვით, რა თქმა უნდა, არის გამორჩეული, მაგრამ როგორც წესი, დიდი ქვეყნები არ ლაპარაკობენ ხოლმე თავის ქვეყნებზე, ლაპარაკობენ კონკრეტულ ავტორებზე, კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ ლიტერატურულ ტენდენციებზე. და ჩვენ პატარა ქვეყნებს ძირითადად გვიწევს ხოლმე მაინც ჩვენს ქვეყანაზე ზოგადად ლაპარაკი, იმიტომ რომ კონტექსტში ჩავსვათ ხოლმე ჩვენი ლიტერატურაც და ჩვენი კულტურაც, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ჯერ უნდა თქვათ, რომ აი საქართველო და მერე ვიწყებთ, მერე უნდა დაიწყო რაღაცაზე ლაპარაკი. ამიტომ ჩვენ სამწუხაროდ ის ფუფუნება არ გვაქვს, რომ პირდაპირ რაღაცა კონკრეტულ ერთ თემაზე გადავიდეთ, ხო, ეს იქნება ავტორი თუ წიგნი თუ თუნდაც ლიტერატურული პროცესები. ამიტომ ჩვენ გვიწევს ხოლმე ხო ესე ჯერ ქვეყნის წარდგენა, პრეზენტაცია და მერე უკვე ასე ვთქვათ ჩვენს ავტორებზე საუბარი. მაინც ყველაზე მთავარი გასაყიდი თემა რა არის საქართველოდან? იცი რა, ერთი არის რა არის გასაყიდი თემა და მეორე არის, იმიტომ რომ გასაყიდი ყოველთვის არ ემთხვევა ღირებულს. ესეც რა თქმა უნდა ძალიან კულტურას ხო რამეა. ეს რა თქმა უნდა ასევე ძალიან სუბიექტური კატეგორიაა სავარაუდოდ, თუმცა მე მაინც არ ვთვლი რომ სუბიექტურია, იმიტომ რომ რაღაცები არის მართლაც ღირებული. ობიექტურად რაღაცები არის ღირებული. სხვათა შორის ეს ძალიან კარგი კითხვაა და ყოველ წელს, როდესაც აი რაღაცა ვემზადებით ხოლმე ამ ბაზრობებზე წასასვლელად სხვადასხვა ქვეყანაში, ზუსტად მაგაზე ვფიქრობთ ხოლმე, რომ აი რა არის ჩვენი მთავარი სათქმელი. აი ხა ისი თქმა გვინდა, ჩვენ როგორც ქვეყანას ამ შემთხვევაში მე არ უყურებ როგორც მარტო რაღაცა კონკრეტული გამომცემლობის გადასახედიდან, იმიტომ რომ ხო მე მგონია რომ ეს რაღაცა არც იქნებოდა ადეკვატური. ხო, აი რაღაცა წელს რა გვინდა რომ ვთქვათ, ან რა გვინდა რომ გავაზიაროთ. მაგალითად შარშან რაღაცნაირად იოანე ზოსიმეს თემა იყო და ეს ჩვენთვის ძალიან ორგანული იყო ეს თემა, იმიტომ რომ ის რომ საქართველოს აქვს 16 წლიანი უწყვეტი ლიტერატურული ტრადიცია, ის რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ ქრისტიანული ლიტერატურა, ის რომ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეს მოკლედ ტრადიცია და რომ მე-9 საუკუნის თუ მე-10 საუკუნის ეს ხელნაწერი დაუბრუნდა საქართველოს და რაღაცნაირად ამ თემის გარშემო ავეგეთ და მთავარი ასე ვთქვათ სლოგანი თუ შეიძლება ესე ითქვას შარშანდელი ბაზრობების იყო ეს რომ ყოველი საიდუმლო რო ქართულ ენაშია დამარხულია, ეს ქებაი და დამარხულ არის, ხო, ეს ქებაი და დიდება ის ასე ვთქვათ ტექსტიდან ამოვიღეთ. მე მგონია რომ ეს ძალიან საინტერესო ხაზია და შინაარსია, იმიტომ რომ მე მართლა ესე მგონია რომ აი რაღაცა ქართული ენა ხო თავისი აი ამ მართლაც სიმდიდრით და მართლაც აუთენტურობით და მხელა ლიტერატურული ტრადიციით მე მგონია რომ მართლა ინახავს ძალიან ბევრ საიდუმლოს ჩვენს შესახებ და ამიტომ ეს რომ აღმოაჩინე საქართველოს საიდუმლო ან ეზიარე საქართველოს საიდუმლოს რაღაცნაირად ეს იყო შარშან ჩვენი თემარის გარშემოც ვიტრიალეთ. და როგორ გაამართლა და როგორ იყო დაინტერესება? რომელ ფესტივალზე იყო ეს? ეს ყველგან პარიზშიც და ლონდონშიც. კი, ორივეგან ეს ამ თემის გარშემო ვიტრიალებდით და სხვათა შორის საინტერესო იცი რა არის, აი სხვა პარალელს გავავლებ ერთი წამით. მე მახსოვს ვენეციის ბიენალეზე კარგა ხნის წინანდელ ამბავს ვიხსენებ. ალბათ ერთი შეიძლება 8 წლის წინანდელ ამბავს. მე მახსოვს რომ ვენეციის ბიენალეზე, როდესაც სახელოვნებო ბიენალეს გულისხმობ არა არქიტექტურულს, თანამედროვე ხელოვნების ბიენალე რაც არის, რომ ვათვალიერებდი, ხო იქ ქვეყნების მიხედვით არის ეს პავილიონები და მე მახსოვს რომ ქვეყნები რომელიც ყველაზე მეტად მოგვეწონა, მათ შორის არ იყო არც ერთი ევროპული ქვეყანა და მაგალითად იაპონური პავილიონი, მაგალითად სერბების პავილიონი, მაგალითად თუ არ ვცდები მექსიკის პავილიონი იყო რაღაც საოცრება. აი მოკლედ იმის თქმა მინდა რომ
აი ეს საინტერესო რაღაცა შემოქმედებითი პროცესი და სათქმელები ფორმითაც შინაარსითაც იყო სულ ესეთ რაღაცა არაევროპულ, სხვა კონტინენტებიდან, ხო? და აი ზუსტად ესეთი განცდა მქონდა რომ ინტერესი ჩვენს მიმართ იყო აბსოლუტურად სხვადასხვა ქვეყნებიდან და აუდიტორიაშიც იყო ძალიან ბევრი არაევროპული არაევროპელი ასე ვთქვათ და ამ ჩვენს სხვა შორის ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვეს მაგალითად არაბული ქვეყნებიდან ამ ჩვენი ხელნაწერის მიმართ და მოკლედ ამაზე ცალკე ამბავი და მოხაზულობა და ინტერესებდათ ამის წარმომავლობა და მე ზოგადად ქართულ კალიგრაფიაზე იყო საუბარი და ასე შემდეგ. ამიტომ აი სპეციფიკა არის მე მგონი, მაგრამ მე მგონია რომ აი იმ თემას რო დაუბრუნდეთ რა იყიდება და ასე შემდეგ, ხო? მე მგონია რომ ჩვენ, როდესაც მარტო ჩვენს კონკრეტულ გამომცემლობას ან რაღაც ერთ კონკრეტულ პროექტს არ წარმოადგენთ და რაღაცა მართლაც იმაზე ვსაუბრობთ, რომ აი ქვეყანა რითი უნდა წარდგეს, მე მგონი ყოველ ჯერზე ძალიან სერიოზულად უნდა ჩავეკითხოთ ჩვენ თავს, რომ რისი თქმა გვინდა, აი რისი თქმა გვინდა გარე სამყაროსთვის, ან რა გვაქვს ახლა ყველაზე ღირებული სათქმელი და ძალიან ხშირად შეიძლება ეს ჩვენი სათქმელი არ ჩაჯდეს თანამედროვე ტენდენციებში, როგორც წესი არ ჯდება, იმიტომ რომ მე მგონია რომ მაინც ძალიან დაიშტამპა განსაკუთრებით დასავლური, რასაც დასავლური ლიტერატურა ქვია, ხო? იგივე მაგალითად, აი, ჩემთვის აღმოჩენა იყო კორეელი მწერალი ჰან კანი, რომელიც სხვა შორის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ თარგმნა და ძალიან მიხარია მისი ერთი რომანი ვეგეტარიანელი. აი, ლიტერატურა ხო ის არის, რომ რაღაცნაირად ეზიარო აბსოლუტურად რაღაცა სხვა სამყაროს, სხვა კულტურა, ძალიან უნივერსალური, იმავდროულად ძალიან უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს და ფასეულობებს და ეს, ასე ვთქვათ, შენთვისაც იყოს რაღაცნაირად ძალიან მშობლიური და გასაგები. და მე მგონია, რომ ჩვენ აუცილებლად არ უნდა ვეცადოთ, რომ მაინდა-მაინც იმაზე ვიფიქროთ, რომ რა იყიდება ამ კომერციული თვალსაზრისით. ხო, ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რითი შეიძლება ვიყოთ, ვთქვათ, რა გვაქვს სათქმელი, აი მართლა ჩვენი რაღაცა წიაღიდან ამოსული, მართლა ჩვენი. მაგრამ არ გეგონოთ, რომ იმას ვამბობ, რომ რაღაცა მარტო წარსულში უნდა, რაღაცა წარსულიდან უნდა წამოვიყოთ. აი მაგალითისთვის ვიტყვი, რომ შარშან ერთ-ერთი ჩვენი გამოცემა იყო სიტყვა როგორც მუსიკა და მოძრაობა დავით მაზიაშვილის და სრულიად თანამედროვე რომელიც არის არაჩვეულებრივი, რომელიც წიგნი არის დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში და ერთის მხრივ თანამედროვე ქორეოგრაფია და მარიამი როგორც ასე ვთქვათ პირველი ქალი ქორეოგრაფი თანამედროვე ბალეტის, მეორეს მხრივ დასავლური ლიტერატურა როგორ აისახება მის შემოქმედებაში, იმიტომ რომ მარიამის პრაქტიკულად ყველა სპექტაკლი ამოზრდილია რაღაცა ტექსტიდან. დანტე იქნება ეს თუ მარიჯანი იქნება ეს თუ ვთქვათ რაღაცა სხვადასხვა ეგრეთ წოდებული რეფერენსები, როგორც ახლა ლიტერატურული ასე ვთქვათ ალუზიები. ამიტომ მე მგონი ეს იყო ზუსტად იმ კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება რომ ლიტერატურა გაცოცხლდეს მოძრაობაშიც, გაცოცხლდეს მუსიკაშიც და ასე შემდეგ. შემდეგ თან იყოს თანამედროვეც და თან ბევრის თქმელი, ხო? თვითონ ფესტივალები რამდენად გავს თავიანთ ქვეყნებს. ახლა რატო ვკითხულობ? მაგალითად, კინოს შემთხვევაში ბერლინის კინოფესტივალი ყოველთვის გამოირჩევა იმით, მთლიანად რომ მოგაშოროთ აქ პროგრამაზე იმაზე არ არის საუბარი. აუცილებლად ძალიან ცივა თებერვალში და აი ეს წითელი ხალიჩის აურა რაღაცა სიმყუდროვეს და სითბოს ქმნის. კანის კინოფესტივალზე პირიქით სანაპირო და ეს როგორ ეძახიან ლაჟვარდისფერი კრუაზეტი საერთოდ სხვა განწყობას ქმნის. ვენეციას თავისი აქვს ეს გონდოლებით მოსულ და ასე შემდეგ. აი წიგნის ფესტივალების შემთხვევაში აი ლონდონს, პარიზს, გერმანიას აქვს თავიანთი სახასიათო რაღაც ისეთი დეტალები, რაც მათი სავიზიტო ბარათებია. როდესაც ჩადიხართ ხოლმე, იცი რომ ეს ყოველთვის მოხდება ასე. კი, რა თქმა უნდა. იცი რა, რიტუალური ნაწილი ნაკლებად აქვს კინოფესტივალებისგან განსხვავებით, ქალბატონო მარიკა, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, სტილისტიკა. მაგალითად, ლონდონის ბაზრობა არის ძალიან მკაცრი, ესეთი წმინდა ლიტერატურული, ასე ვთქვათ, მოვლენა და ეს ჩვენი პროგრამაც, რომელიც ცოტა უფრო მულტიდისციპლინარული იყო იქ რაღაცა მხატვრობაც, ეს იყო აბსოლუტური ამოვარდნა. სხვათა შორის გვითხრეს მე ორგანიზატორებმა, ჩვენი აუდიტორიისგანაც იგივე გამოხმაურება ჰქონდა, რომ ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ყველაფერი სხვა გავდა ერთმანეთს და თქვენი იყო რაღაცა ეს გამორჩეული პროგრამა. იცი რა, მე მგონია რომ მაინც ადამიანებს რაღაცნაირად რა ვიცი ლონდონშიც და საქართველოშიც და პარიზშიც და რა ვიცი ყველგან გვაქვს ამ დღესასწაულის აი
რაღაცნაირი სილაღის და დღესასწაულის მოთხოვნილება, რომ რაღაცა ყველაფერი არ იყოს დაშტამპული, რაღაცა ჩარჩოში და რაღაცა ყველაფერი იყოს ძალიან ისე მკაცრად ადმინისტრირებული და ეს რაღაცა ჩავждეთ ამ თანამ. მე მგონი პირიქით ჩვენ პასუხისგებლობაა რომ ამოვარდეთ ამ ყველაფრიდან და რაღაცა შევქნათ ესეთი პატარა დღესასწაულები, მაგრამ აი ლონდონს ესეთი რაღაცა უფრო მკაცრი, ესეთი წმინდა ლიტერატურული ხასიათი აქვს. პარიზი პირიქით არის ძალიან ქალაქური მოვლენაა, ასე ვთქვათ და არის ძალიან ბევრი საბავშვო გამომცემლობა, არის ძალიან ბევრი ილუსტრაციებზე, არის ილუსტრირებულ წიგნებზე და სახელოვნებო გამოცემებზე, ვთქვათ, დიდი აქცენტი და მაგალითად პარიზის ბაზრობას ინტერესები ჩვენს მიმართ რაც იყო ძალიან აინტერესებდა და სულ ამას კითხულობდნენ ქართულ პოეზიას და ალპინიზმზე ხომ არა გაქვთ რამე ალპინიზმი და პოეზია ანუ ჩვენი მთა და პოეზია ეს რაღაცა ეს სპეციფიკა ლონდონში პირიქით აი უფრო რაღაცა აქტუალური თქვა შეიძლება პოლიტიკური თემები ბიძ და დოკუმენტური პროზის მიმართ იყო მაგალითად დიდი ინტერესი და ასე შემდეგ. სხვათა შორის ლონდონის ზოგადად ინგლისის ბაზარი არის ქართველი ავტორებისთვის ძალიან მკაცრი გამოდგა, არაერთმა სცადა, ასე ვთქვათ, არაერთმა გამოსულიყო ავტორმა, რომ რაღაც ბრიტანულ ბაზარზე გამონაკლისი ყვა ზურა ვარდიაშვილი, როგორც იცით, რომელიც ინგლისურ ენაზე წერს და რაღაცა ძალიან მე მგონი მისი გამომცემლობა, კი არ ვიცი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ესეც. მოკლედ, ეს ერთი-ორი გამონაკლისი არსებობს, მაგრამ როგორც წესი რაღაცნაირად აი მაინც რჩება დახურულად ეს ბაზარი. სხვათა შორის გოდერძი ჩოხელი და რამდენიმე ესეთი ჩვენი ძალიან ძვირფასი ავტორი არის თარგმნილი და გამოცემული აი ამ ბოლო წლებში და ამაში ოქსფორდის უნივერსიტეტის ეს ქართული ენის პროგრამის მთარგმნელები იყვნენ ჩართული და მოკლედ ეს რაღაცა გამონათებები არის, მაგრამ ზოგადად ძალიან ისეთია. ხოლგანებით საფრანგეთი ბევრად უფრო მრავალფეროვანია ხოლმე, ღია, იმიტომ რომ პერფორმანსებიც არის, რაღაცა ესეთი სხვადასხვა ფორმატების, ასე ვთქვათ, ფილმები, მოკლედ ყველა ქვეყნის ხასიათი მაინც აისახება. კი, ცალსახად. მაგალითად, სხვათა შორის წლევანდელი მომავალ წელს რაც იქნება ბაზრობა, იმის თემა ზუსტად ეს არის, მოგზაურობა. მართლა? ვოიაჟი, კი. ეს ვოიაჟი, ყველანაირი ვოიაჟი, ეს იქნება რაღაცა ლიტერატურული თუ რაღაცა ფილოსოფიური თუ, რა ვიცი, სახელოვნებო და ასე შემდეგ. ასე რომ მთავარი თემა ეს არის და ჩვენ ვცდილობთ რომ რა ამაზე ავეწყოთ. ეხლა ძალიან ადვილია 2025 წელს ვისხდეთ და ადვილად ვილაპარაკოთ ლონდონში ჯობია პარიზში თუ სად. მაგრამ იმ პერიოდში თუნდაც როდესაც თქვენ წახვედით სასწავლებლად ამერიკაში ეს მე ჯერ მაინც ესეთი ადვილი არ იყო, გზები ესე არ იყო და იყო ალბათ უფრო მეტად უცხოხილი, უფრო მეტად კულტურული შოკი, ხო? ასე რომ დავსვათ შეკითხვა, წასვლა და იქ მორგება უფრო შოკური იყო? თუ იმ ყველაფრიდან აქ დაბრუნება და მე უკვე ფეხისაწყობა აქაურობა? არა, ჩემთვის აქაურობა რაღაცა აღთქმული მიწასავით იყო, ასე რომ არა, ეს ჩემი რაღაცნაირად ეს ძალიან ძაფრად მქონდა სულ და მაქვს ეს ჩემია, ეს ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლოა და ერთი წუთით არ მიფიქრია რომ აქან არ დაუბრუნდებოდი ამ პირიქით. მე ავიღე სხვათა შორის მესამე კურსზე ვიყავი, ავიღე აკადემიური სემესტრი, ზუსტად აქ ჩამოვედი, ზუსტად იმიტომ რომ მეთქი არ შეიძლება, იმიტომ რომ დიდი ხნის წასული ვიყავი უკვე, რაღაცა 5 წლის ალბათ. მეთქი მე ჩემ ქვეყანას უნდა ვიცნობდე კარგად და ეს პერიოდი გამოვიყენე ზუსტად მოგზაურობისთვის და თავგადასავლებისთვის და იმისთვის რომ მე მქონოდა რაღაცნაირად, იმიტომ რომ 13 წლის ვიყავი რომ წავედი და აი ხო ძალიან რთული არის 13 წლის ასაკში 100 სიშორეზე კი, თავიდან თეთრში ვსწავლობდი სკოლაში, ანუ თავიდანვე ამერიკაში არ წასვლა, ამერიკაში უკვე უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაგრამ ნუ ისიც რა თქმა უნდა მაგრამ კვიპროსი მაინც უფრო ჩვენთან ახლოს ყოფი ბერძნული კულტურა, პატარა კუნძულია და მაგრამ იქ ქონდა სრული გაუცხოვება, იმიტომ რომ რაღაცა ეს ინტელექტუალური ცხოვრება, ან ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რაც იყო საინტერესო, კვიპროსში ნაკლებად ხდებოდა. ამიტომ ამერიკაში ეს ყოფილი ერთიანად აფეთქდა და ძალიან საინტერესო სტუდენტური წლები იყო, რა თქმა უნდა. 18 ხო, სტუდენტობა ხო 18 წლიდან არის და ხო 17-18-დან. არც ეგ არ არის ახლა დიდი ასაკი. არა, არც ეგ არ არის. წარმოვიდგენი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც პირველად ჩადის ესეთ მასშტაბში, თან უფრო დახურულ პერიოდში ვამბობ რა, ეს ხელმისაწვდომი. ეს არის 97 წელი და 97-ში TikTok-ზე, YouTube-ზე ვერ ვხედავდით რა. მეცაც გეტყვი, აი გეტყვი როგორ ვაბარებდი უნივერსიტეტში.
კვიპროსში არის ბრიტანული, იმიტომ რომ ყოფილი კოლონიაა და არის ბრიტანული სკოლები. ანუ ყველა პრინციპში ვინც სწავლობს ამ ინგლისურენოვან სკოლებში, მიდის როგორც წესი ბრიტანეთში. მე ბოლო წუთას, ანუ ბოლო წლის დასაწყისში გადავწყვიტე რომ უნდა წავიდე ამერიკაში და არაფერი არ ვიცოდი. აი საერთოდ არაფერი არ ვიცოდი და წავედი ამერიკის ინტერნეტი არაფერი ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ წდომა არ მქონდა ამ ყველაფერზე და წავედი რაღაცა ამერიკული რაღაცა American Council რაღაცა ცენტრში ავიღე კატალოგი დავიწყე უნივერსიტეტების ძიება მე ამ ყოფილი შედარება აბა რა გამოცდებია ჩასაბარებელი აი ესე მართლა კატალოგებიდან და წიგნებიდან ამგზის ფურცლებით ამის გაკვლევა და სკოლაც დიდათ არ დამეხმარა იმაში რომ რაღაცა ან რჩევა მოეცათ ან რაღაცა და დავეკვალიანებინეთ უბრალოდ ჩემ კლასში იყო ერთი ამერიკელი გოგო ამერიკელი დიპლომატების შვილი რომელმაც მითხრა რომ ყველაზე კარგი სტუდენტური ქალაქი არის ბოსტონი და ეცადე რომ აი აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხვდე აი ერთი ეს რჩევა მახსოვს და მართლაც მივიღე ეს რჩევა და ბოსტონში ჩავედი გაამართლა რჩევა გაამართლა იმ რჩევამ რომ რაღაცა იმ უნივერსიტეტებმა მიმიღეს მოკლედ სადაც მქონდა სადაც მე ყველაზე მეტად მინდოდა და მოკლედ ესე მოვხვდი მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო რომ ჩვენგან ესე იგი როგორ გავფრინდით აეროფლოტი დაფრინავდა სხვა რეისი არ იყო და ჩავედით მოსკოვში ჩავედით ალბათ იგიც მაგას ვერ ვიხსენებ ხო და აეროფლოტით გავფრინდით ნიუ-იორკში და ნიუ-იორკიდან მერე წავედით უკვე ბოსტონში რაღაცა იმითი რა ქვია ავტობუსით თუ მატარებლით ეგეც არ მახსოვს მე და დედაჩემი გამომყვა და აი ყველაფერი ახალი იყო ეს აბსოლუტურად ყველაფერი აეროპორტიდან დაწყებული და მე მახსოვს რომ პირველი კვირა საორიენტაციო კვირა იყო და ისეთი თავგუდმოგლეჯილი დავრბოდი რომ ყველაფერი გამეგო რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა იმიტომ რომ ეს ზოგადად კამპუსის ეს სისტემა როგორ მუშაობს საერთო საცხოვრებელი იქ რაღაცა თეთრეულიდან დაწყებული ყველაფერი საყიდელი ქონდა და აი რევოლუცია ხდება ამ თავში აბსოლუტური და დედაჩემს ვერც ვნახულობდი და დედაჩემმა მოახერხა რომ თვითონ გაიკვალა გზადა იქ რაღაცები რო იყიდა ჩემთვის ხო და მახსოვს რომ აი დედაჩემი რომ გამოვაცილე ერთი კვირის მერე ტაქსში რო ჩაჯდა და რომ აი იმას რო გავუსწორე თვალი რო ხა რაღაცა მარტო რჩები აი მაშინ მივხვდი რომ რაღაცა ალისა საოცრებათა ქვეყანაში და ნუ თანგული ამიჩუყდა იქამდე ძალიან ის ვიყავ საერთოდ არ მეცალა მაგრამ მიუხედავად რომ მიჩვეული ვიყავი უკვე რაღაცა სხვაგან ცხოვრებას და მარტო ცხოვრებას და ასე შემდეგ მაინც მქონდა იმის გაცნა რომ აღმოჩნდა აბსოლუტურად სხვა სამყაროში სხვა მანძილია სხვა მასშტაბია საერთოდ მასშტაბის გარდა და კიდევ ერთი დიდი გარდატეხა ის მოხდა რომ მე ვაპირებდი სწავლობდი ბიოლოგია ქიმია ფიზიკა მათემატიკა და ვაპირებდი სამედიცინოზე სწავლას და ეს იყო გადაწყვეტილი ამბავი და გამოცდებიც ეს მქონდა ჩაბარებული და ასე შემდეგ და მივხვდი რომ ესე იგი მახსოვს აი ბოლო წვეთი იყო ბიოლოგიის საგნისთვის მოკლედ რაღაცა ნუ რა თქმა უნდა ლაბორატორიაში გვიწევდა დიდი დროის გატარებდა და ტარაკნებს ვაკვირდებოდით მაგალითად ერთ-ერთი ამბავი ეს იყო და აი 3 საათი რაღაცა აკვირდები ტარაკნების ქცევას მოკლედ რომ რაღაცა და ამაზე რაღაც ჩანაწერები უნდა გაგვეკეთებინა და მეთქი აი ხა ვარ აი უსაინტერესოს ქალაქში, სადაც აი ყოველფეხის ნაბიჯზე ხდება რაღაც ფანტასტიკური ლექცია, ვიღაცა მოდის, მიდის, ჩემს უნივერსიტეტშიც, იქვე არის არაერთი გადასარევი უნივერსიტეტი, მათ შორის ჰარვარდი ორ გაჩერებაში მეტროდან და სადაც შემიძლია რომ იქაც ავიღო საგნები, იქით MIT გვაქვს, სადაც ასევე ფანტასტიკური ლინგვისტური და რა დროს დარეკნებია და რაღაცნაირად აი ასე შევიცვალე მე გეზი და საბოლოო ჯამში საერთაშორისო ურთიერთობები და ფილოსოფია ყველაზე ზოგადი ამბავი და დავდიოდი ჩემი ლექციების გარდა დავდიოდი ძალიან ბევრ სხვა ლექციაზე და სხვა უნივერსიტეტებში ხო რომ აი რაღაც გამოიყენო ყველაფერი რაც არის ნუ აი იყო ფანტასტიკურად საინტერესო მე რაღაცა თავიდანვე ძალიან არჩეულებრივი ხალხი გავიცანი ვინც მე ჩემი უახლოესი მეგობრები არიან დღემდე ვისთანაც დილის 5 საათამდე ვლაპარაკობდით და კაფეებში ვათენებდით და ეს რაღაცა მოკლედ ეს სტუდენტური ცხოვრება თავიდან ბოლომდე და ამისთვის რა ვიცი აი სულ მადლიერი ვიქნები აი ამ რაღაცა ამერიკული განათლების სისტემის იმიტომ რომ იმდენად ცოდნას ალბათ ადამიანი ყველგან მიიღებს მაგრამ აი ყველაფერი ასეც გთავაზობს ეს რაღაცა
საუნივერსიტეტო ცხოვრება, რასაც ქვია, ხო, მთელი თავისი სისავსით, ეს არის სრულად, რა ვიცი, ენით აუწერელი. მე მქონდა ფანტასტიკური მოკლედ 4 წლიანი გამოცდილება. შესაშურია. და როდესაც ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ესეთი რევოლუციური ნაბიჯები იდგმება, მერე უკვე სხვა ქვეყნებში მოგზაურობა აღარ უყვირს ესეთ ადამიანს, ვინც უკვე 13 და 18 წლის ასაკში ესეთები გამოიარა. იცი რა, არ ვიცი, შესაძლოა, მაგრამ მე ვარ ცოტა სპეციფიური მოგზაური. მე არ მიყვარს მე არა ვარ ტურისტი. აი, არ შემილია ტურისტად ყოფნა. ის რომ ავიღეო, ისა რა ქვია, ზურგჩენთან და სადღაც წავიდე, ეს ჩემი თემა არ არის. მე მიყვარს იმ ქალაქებში ჩასვლა, სადაც ან რაღაცა საქმეზე მივდივარ, რომელიც ძალიან მაინტერესებს, ან მეგულება ადამიანი, რომელსაც ჩავდივარ. მეგობარი, რომელიც მე იქნება იქ ჩემი გზამკვლევი. ამიტომ მე რაღაცა ესეთ დასკვნამდე მივედი, რომ იმდენად მოგზაური არა ვარ, რამდენადაც არ ვიცი მაგას რა ქვია. არ ვიცი, ინტროვერტი მოგზაური ვარ უფრო. მოკლედ ეს მოგზაურობა უნდა იყოს ძალიან ჩემთვის რაღაცა შინაგანი და აბსოლუტურად არ მაინტერესებს ხოლმე ტურისტულ ადგილებში რომ აი იქ უნდა მივიდე, აქ უნდა მოვიდე, ეს უნდა ნახო, პირიქით შეიძლება მაგალითად არ ვიცი მე ნებისმიერ ქალაქში შეიძლება აი პარკებში შეირნობა, ვისეირნო და არც ერთ მუზეუმში მაინც შევდივარ ხოლმე და ყოველთვის არის ესეთი მუზეუმი რომელიც მაგრამ აი სიარო აქვს ჩემნაირ ადამიანს რომ ეს სანახავი აქ უნდა წახვიდე. მე ვარ ძალიან ანტიპოდი. მართლა ხო? და აბარ რო რაღაცა აღწერა გავუკეთოთ მოგზაურობას, აი ასეთი ადამიანის გამოსახედიდან რა არის მოგზაურობა? ჩემთვის არის მაინც რაღაცნაირად შინაგანად გაქვს მონიშნული, აი რა მაგალითად ვიცოდი რომ აუცილებლად ლონდონში რომ ვიქნებოდი ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში უნდა მივსულიყო, ამიტომ რომ ზუსტად ვიცოდი იქ რა მაინტერესებდა, ხო, რაღაცა ქსოვილები, რაღაცა ანუ წინასწარ გაქვს ეს რაღაცები, თქვათ, იქ კერამიკის სექცია მაინტერესებს, იქ ქსოვილების სექცია მაინტერესებს. ან მაგალითად აი როგორ გითხრა, ხო ძალიან სასაცილო ის არის მაგალითი ცოტა სასაცილო უბრალოდ ესე იგი იერუსალიმში მომიწია ჩასვლა იმ დროს როცა აბსოლუტურად არ ვიცოდი არაფერი არ ვიყავი საერთოდ რელიგიური ადამიანი და ასე მოვხვდი სრულიად ცარიელ მაცხოვრის ტაძარში. ცარიელ მაცხოვრის ტაძარში. ეს იყო ზამთარი, აი მართლა ცარიელი იყო. და ერთი რაც მახსოვს, რომ მიუხედავად რომ არა, ეს გავიგე, ვიცოდი რომ სად მოვედი, ეს ვიცოდი. მაგრამ აი როგორც მორწმუნე ადამიანები ჩადიან, ხო, ამ მაცხოვრის ტაძარში, ხო, რაღაცნაირად აი ეს რაღაცა მოწიწებით წინასწარი მომზადებით და განწყობით მე ყველაფერი არ მქონდა, მაგრამ უცებ რო აღმოჩნდები. ამიტომ აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი და მე იქ ჯადოქრობა რა, უბრალოდ საოცარი რაღაც განცდები მქონდა და მახსოვს რომ აი მივხვდი რომ რაღაცა აბსოლუტურად რაღაც აკრალურ ადგილას ვარ. აი ეს შეგრძნება მქონდა ძალიან მძაფრად, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ აი ესეთი რაღაცები მეძლევა ხოლმე საჩუქრებად. და მე შეიძლება ეს რაღაცები დავგეგმო, მოვინდომო და არ გამოვიდეს, მაგრამ აი რაღაცნაირად აი ესეთი საჩუქარივით არის ხოლმე. ამიტომ ჩემთვის მოგზაურობები მაინც მგონია რომ უფრო სპონტანურია, ან უფრო სპონტანურ რაღაცა შინაგან პროცესებთან არის ხოლმე დაკავშირებული. რომელიც აი შეიძლება 3 დღით ჩავიდე ჩემს მეგობართან სტამბულში, მაგრამ აი მგონია რომ ეს ამ ქალაქს ისე ვგრძნობ და ისე მიყვარს, მაგრამ აი ეს არ ვიცი ეს მექნებოდა თუ არა ესეთი დამოკიდებულება სტამბულისადმი, თქვათ მელისა რო არ მეგულებოდეს იქ ჩემი იმიტომ რომ ის ადამიანია კონკრეტული ჩემთვის, ანუ ის ადამიანი და თავის ქალაქი, ანუ რაღაცა ერთი ორგანული ამბავია და იგივე განცდა აქვს ჩემს მეგობრებს აქაურობაზე, აქაურობა უყვართ როგორც საკუთარი სახლი, ხო? იმიტომ რომ აქ არის შორენა. ხო, აი მე მაინც მგონია რომ ხიდება და ეს ადამიანები მჭირდებიან ხოლმე სხვადასხვა ადგილებთან და მე ეს ადამიანები ხდებიან ხოლმე ჩემთვის გზამკვლევი იმ ადგილის და რაც მთავარია, მე მგონი მოგზაურობა უნდა გაგიფართოვოს, აი რაღაცა შინაგანად უნდა გაგაფართოვოს ცოტა და რაღაცა ახალ რაღაცებს უნდა ეზიარო და მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არ ვიცი ალბათ მე მასწავლა მოგზაურობებმა არის რომ ადამიანები ყველგან ვართ ადამიანები და ძალიან გავართ ერთმანეთს რაც არ უნდა კულტურული სხვაობა იყოს ხო? აბსოლუტურად ეს რაღაცა ვიგონებთ ხოლმე მე ამ სტერეოტიპებს რომ ისინი ესეთები არიან ისინი კი ნუ ყველას აქვს რაღაცა თავისი ეთნიკურობიდან გამომდინარე რაღაცა ყველას ჩვენი სახასიათო რაღაცები მაგრამ ამის განზოგადება მაინც მე მგონი ერთი დიდი სისულელეა და
რა ვიცი, ადამიანები მაინც ვართ ადამიანები და ამას სწავლობ და მე გიყვარს ეს ადამიანები ზუსტად ისეთები როგორებიც არიან და ყველანაირი და მე უკვე მათი გარემოც. და მე უკვე მათი გარემოც, ხო. სხვათა შორის ერთ სიტყვი, აი ყველაზე დიდი გაუცხოვება და ყველაზე კულტურული შოკი თუ შეიძლება ვთქვათ, მე მქონდა იაპონიაში, იმიტომ რომ იაპონია კი მართლა სხვა სამყაროა. ძალიან სხვა სამყაროა და აი ზუსტად რო გითხრათ, რომ აი ვიცი რატომ არის, აი რა იწვევს ამას ან რა ვთქვათ, რატო არის ეს სხვა სამყარო, აი ვერ გეტყვით, ვერ ამოვხსენი ეს ჩემთვის, მაგრამ აი რაღაცა თვისებები აქვთ იაპონელებს, ხო, რომელიც ჩემთვის არის აუხსნელი. აი რაღაცა ტიპის პატიოსნება, კეთილსინდისიერება და რაღაცა კულტურულობა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, აი ქუჩაში რასაც ხედავ, ის აბსოლუტური მასოვკა, ასე ვთქვათ, უხეშად გამომდის ცოტა, მაგრამ აი იქ პირიქით თითქოს ადამიანებადაც ვერ აღიქვა. იქ არის რაოდენობა. ხო, მეტროში რო პირველად ჩავედი ტოკიოში და ეს მასა ხალხის, აი როგორც წავდა ეს და ინდივიდუალურად ვერ აღიქვა ადამიანებს. აი გონია რომ რაღაცა სხვა უცხოპლანეტელები დადიან, ან რობოტები დადიან, ან რაღაც. აი როგორც ადამიანებთან ესე ცალკე უკავშირს ვერ აყარებ, მაგრამ როგორც კი გააქვს ცალკე ადამიანებთან ურთიერთობა, ხვდები რომ აი რაღაცა ძალიან მათი სამყარო რაღაცა ძალიან სხვანაირია და აი ესეთია მოკეთ ეს ჩვენი სამყარო იაპონიიდან ამერიკამდე და კვიპროსით და ყველაფრის, ხო? ესეა. არა, ეს ადამიანური ნაწილის გამორჩევა მნიშვნელოვანია რა, ეს ადამიანი ქმნის მაინც თავის გარემოს. და მე მგონია რომ ყველა ადამიანი მე გამოდის ბუნებრივად რომ თავისი ქვეყნის ელჩიც არის, იმიტომ რომ და მე მგონია რომ ესეც არის თავისთავად. ამიტომ წდება ხოლმე გული რომ რაღაცნაირად აი როდესაც აღუჩ ფესტივალები იქნება თუ რაღაცა ხო სადაც ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას რაღაცა მგონია ხოლმე რომ რაღაცა სხვა ტიპის პასუხისმგებლობა გვაქვს ამ დროს და მარტო საკუთარ თავს და საკუთარ მოსაზრებებს და საკუთარ შეხედულებებს არ უნდა წარმოვადგენდეთ და ამიტომ აი რაღაცა მგონია რომ ამის განცდა მნიშვნელოვანია ქვეყნის გარეთ. ახლა შიგნით შეიძლება რაღაცაზე ვიკინკლაოთ და რაღაცებზე რა ვიცი მოვიხარშოთ, მაგრამ მე მგონია რომ ქვეყნის გარეთ მაინც მე ყოველთვის ეს პასუხისმგებლობა გრძნობ ხოლმე სულ და ეს არის ბავშვობიდან, ეს არ არის რაღაცა ახალი და ესეც გამზარდეს, იცი, სხვათა შორის რომ რაღაცა შენ ხარ შენი, ხო, რაღაცა ქვეყნის. აი როგორც ჩვენ საფეხბურთო ნაკრებს აქვს სლოგანი მე ვარ საქართველო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება თუნდაც ბავშვობიდან. კი, და ეს რაღაცა კანქვეშ არის, ეს არ არის რაღაცა სლოგანი პათოსი და რაღაცა ურაპატრიოტიზმი. მე მგონია რომ ეს არის რაღაცა განცდა რაშიც ხო ადამიანი ან ხარ ან არ ხარ და მე თუ ხარ ამ განცდაში შეიძლება ცოტა სხვანაირად უფრთხილდები ან რა ვიცი მოკლედ რაღაცა მე მგონია რომ ეს შენ ქცევას განაპირობებს და ესეც მნიშვნელოვანი მგონია. ძალიან საინტერესო გამოვიდა მე მგონი ჩვენი საუბარი, იმედი მაქვს რადიო იმედის მსმენელებისთვისაც ასე იყო. მეც ამის იმედი. დიდი მადლობა შორენა. პირიქით დიდი მადლობა. შორენა შავერდაშვილთან ერთად საუბრობდით ცოტა ლიტერატურაზე, ცოტა განათლებაზე, წიგნის ფესტივალებზე და საერთო ჯამში მოგზაურობაზე. დღეს ამით დასრულდა ჩვენი გადაცემა ერთ კვირაში შევხვდებით უკვე ახალი სტუმრით და ახალი სამოგზაურო მარშრუტით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.